Serkan. Dalaparaqiba minda, რა თქმა უნდა, თუ თავისუფალი ხარ. Müsaitsen yani çalışmıyorsan. ვისაუბროთ? Çalışıyor თუ musun? მუშაობ, შემიძლია წავიდეთ. ედაგთხელ დაჯექი. Აი რას გეტყვი? მოდი, ახალი ნივთები ვიყიდოთ. ახალი ნივთები, ახალი ენერგია. როგორც გინდა. კარგი. Bir ციგნების წაროზე tasarım var ვფიქრობ. aklımda. Sen იქნებ tasarlar შენ mısın? დააპროექტო. Sana anlatsam. პირველს დაველაპარაკოთ. ამას ესკიზს გააკეთებს. Serkan, bizim ეს ხომ evimiz შენი ya. სახლია. Sen tasarlasana. შენ ვერ გააკეთებ? ციგნის თაროების დაპროექტება არ შემიძლია. Ben bina tasarım. მე შენობებს ვაპროექტებ. Tamam. კარგი. მაშინ O zaman ბოლოს და ბოლოს en azından ქორწილის düğün სიმღერა şarkımız შევარჩიოთ. var yani. უფრო სწორად სია. ეს ხომ Ikimize özel ya. ირადულია. Peki o zaman მირასთან რატო ვმუშაობთ? რადგან ბევრი საქმეა. მირამ ბევრი რამ უნდა გააკეთოს და მინიმუმ მინდა რომ ქორწილისთვის რაღაც განსაკუთრებული მეც გავაკეთო. Sen ამბობს 86. კარგი, გავაკეთოთ. მამი და ქორწილისთვის ყვავილებზე მუშაობს. Yapacak. კარგია. იქნებ წავიდეთ და ვნახოთ. Baksak mı yani? მამი და შეცვენდობი. ანუ ეს ხალხი საერთოდ შეიშალა. insanlar kafayı yemiş ya. Ben იქნებ საქორწინო ტორტი, მარწყვით გავაკეთოთ. çilekli olsun. შვენიერი აზრია. Yani ალანია დღეში. აქ შენობები არ გააკეთოთ. ვარ არ შემიძლია. ya მომისმინე ეს. bu ya ხედავ, რა თქმა უნდა. takıntı გეუბნები რომ არეულობა მაქვს. საყარელო? თათბირს ასეთი ნერვებით ვერ ჩავატარებ. ასე რატომ განერვიულდი? კარგი მომისმინე დაივიწყე რაც გითხარი მხოლოდ ხუმრობის გამოვთქვი. Ya ben sadece ვიხუმრე. bir espri olsun diye ortaya attım böyle bir şeyi. საქმე მხოლოდ ხუმრობაში არა. ანუ ქორწინებაზე ასე ფიქრობ. ვინც ნახავს იფიქრებს რომ ქორწინება მე გაიძულე. მე მოვითხოვე. იქნება ამაზე ვისაუბროთ. მე გავაკეთე? ეს რა შუაშია, ნუ თუ ასე ვთქვი. კაცებს ქორწინების ეშინიათ. ჩემო ძვირფასებო, ჩემო ბატკნებო. ქორწინების მხოლოდ თქვენ გეშინიათ. ქორწინება, ბავშვები, კარიერა და ჩვენ ქალებს არაფრის გვეშინია? მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ნუ თუ ბავზე ვამბობდი. ესეც არ გინდა. არ მithkoms რომ არ მინდა, მაგრამ არც მithkoms რომ მინდა. ასეთი გეგმა არ მაქვს. რა თქმა უნდა არ გაქვს, რადგან ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ. აზრად მხოლოდ ველოსიპედებით ევროპის გარშემო წასვლა გაქვს. თან 15 დღით არა? შენ საიდან ისედაც ვაპირებდი შენთვის ეს მეთქვა ვიფიქრე, მაგარი იქნებოდა მხოლოდ გეგმებია ეს. მეტი არაფერი. თაფლობის თვე 1 წლის გადაგვედება. საყარელო, ნუ თუ ასე შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ წელს ჩილეში, არგენტინაში, ბრაზილიაში წავალთ, მაგრამ ეს ქორწინებასავით არის. როგორც ქორწინება რა? ახლა ვნერვიულდი, სწორად ვერ ვიგებ, რადგან ისევ მინდა გკითხო. მე როგორ გავიგე? თქვენ სამი მამაკაცი ევროპის ტურში მიდიხართ და თაფლობის თვეში მხოლოდ შემდეგ მივდივართ არა? სწორად გავიგე? რა მშვენიერი გეგმა? Yok üç. არა, სამი არა, სერქან შეიძლება საქმეები კონდეს და ვერ შეძლოს, მაგრამ მე და ფერიტი ნამდვილად წავალთ. არა. მართალი ვარ. ყველაფერი რა კარგად მოიფიქრეთ. მშვენიერი გეგმა, მაგრამ ცოტა გადახედეთ, კარგი? 15 დღით არ წახვალთ ენგინ. ერთი თვითწადი ან ერთი წლით ან სამუდამოდ. მაგრამ გამოდმებით, რატომ მიდიხარ? საყარელო. რადგან ასე ვიქცევი, რაცა უბრაზდები. სასიკეთოა? ველოსიპედებით ტურის შემდეგ მოტოციკლეტების ტურში წახვალ? ბავშვობიდან motosiklზე ვოცნებობდი. ყოველთვის მინდოდა. Hep istiyordum yani. რომ Ne მოვიდა zaman არც gelmiştir artık bilmiyorum. ვფიქრობ, მოტოციკლეტები ცოტა საშიშია. თუ წესებს ზუსტად მიყვები, არც ისე საშიში. თუ ახლა არ ვიყიდი, შეიძლება საერთოდ არ ვიყიდო. ზოგი რამ სანამ მარტო ხელა ხარ, მანამდე უნდა გააკეთო. არ ვიცოდი რომ მოტოციკლი მხოლოდ მაშინ უნდა ატარო, როცა მარტო ხელა ხარ. არა, როცა ქორწინების სიტუაცია იცვლება, ასე ამიტომ თქვი. როგორ იცვლება? არის
რაღაცები ის გაკეთებასაც ქორწინების შემდეგ როგორც მამაკაცი ვერ შეძლებ. მაგალითად, დილამდე გართობას ვერ შეძლებ. რაღაც მსგავსი. მაგრამ მაგალითად მეგობრებთან ერთად 15 დღე დასასვენებლად წასვლა შეძლებ. ეს საკითხი ქორწინებას არ უკავშირდება ჯერენ. რა თქმა უნდა, თუ ქალი მეგობრებთან ერთად 15 დღე დასასვენებლად წავა, მაშინ რატომ არა? ეს ვერ გავიგე, დაქორწინებული წყვილივით რატომ ვჭუბავთ? ჩვენ ურთიერთობაც არ გვაქვს. თითქოს. თითქოს. ხო, თითქოს. და ამიერიდან არც ვფიქრობ, რომ გვექნება ფერით. არა, მოიცა მართლა არასწორად საუბრობ, რაღაცა ვერ გაიგე. მოიცადე. ეგინ ადამიანმა მეილი გამოაგზავნა. გეუბნები იმაზე, რომ ლანდშაფტის დიზაინს ვერ ვასწრებთ. მართლა ვნანობ, რომ დავთანხმდე. არ ვიცი რას ვიზამთ, სიმართლე გითხრა. იცი ყველაფერი მანერვიულებს. დავიღალე. ასე არ უნდა გვეჩქარა. არ მესმის ასეთი შეცდომა როგორ დავუშვი. ედას რა უნდა? რა უნდა უთხრა? ვერაფერს ვეტყვი. ისეთი ახალვებულია, ქორწილზეა კონცენტრირებული. და რა უთხრა? არა, შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ. ხოლო შეცდომა დავუშვი. დამნაშავე მე ვარ. ასე არ უნდა მეჩქარა. არ ვიცი, ამ პერიოდმა ძალიან დამხალა. რა მეგონა, რომ ასე მოხდებოდა. კარგი მართალი ხარ, ამას არ უნდა ჩაუხმავდე. ყურადღებას ქორწილზე და ედაზე გავამახვილებ. კარგი შენზეა. კარგი მადლობა. შეხვდებით. მასწავლებელო, გამარჯობა. რაღაც მინდა გკითხოთ. შემიძლია ასე გავაკეთო? მინდა ჩემი პროექტი თვის ბოლომდე გადავდო. დიახ, პროექტის არჩევისას ვიჩქარე. გაუაზრებელი გადაწყვეტილება მივიღე და ახლა ვერაფერს ვასწრებ. დიახ, სიმართლე გითხრათ, ვინანე. როგორც არასოდეს. საკითხია, რომელიც მთელ ჩემ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს და ჩემს კარიერაზე. ირაძეც. კარგი, მადლობა. მართლა, მინდა კარგი ამბავი შეგატყობინოთ. ვქორწინდები. მადლობა, მასწავლებელო, ბედნიერად. ვფიქრობ, ჩვენი კუჩი დევნა უნდა შეწყვიტო და დაშვებულ შეცდომებზე იფიქროთ. თვალში არ მოგხვდეთ. ახლა ყველაფერს აჭარბებ. მე ვაჭარბებ? პრობლემას ვერ ვხედავ. მართლა, ენგინ? თუ იმაზე საუბრობ, რაც ქორწილზე გვინდოდა გაგვეთამაშა, პრობლემა არ არის, არ ვითამაშებთ. უბრალოდ ვიხუმრეთ ამბავს. ხუმრობა საერთოდ არ უკავშირდება. დაჯექი და იფიქრე, რას უკავშირდება. იქნებ გაიხსენო. მიდი. პრობლემა რაშია, ვერ გავიგე თაფლობისთვის, თუ იმაში, რომ კაცების გარემოცვაში დასასვენებლად მივდივარ. ჯერენ. გისმენთ. ვიმედოვნებ შერიგდებიან. კარგია, რომ ჩვენ ამ ხელა პრობლემა არ გვაქვს. დარწმუნებული ხარ, რადგან პრობლემა, რომელიც ჩვენ შორისაა, უფრო დიდია, ვიდრე მაშინ. თუ დასვენების საკითხს უყრმავდები, დიახ, დასვენების თემასაც ვუყრმავდები, მაგრამ მოდი, იცი რა, ჩვენ შორის ხომ არაფერია, შენ ასე არ მითხარი. არა, მე ეს ერთი წუთი შეიძლება არასწორად გამიგებე. რამდენიმე წუთით დავილაპარაკოთ, გაჩერდი. იმ კონცეფტს ვიყენებთ, რომელიც ქალბატონმა ედამ მოარჩია, ამიტომ ყველაფერი უბრალოდ იქნება. უბრალო, მაგრამ ყვავილების პრინც გამოვიყენებთ. ამით მოვშთავთ, როგორ მოგწონთ? ლამაზია? საყვარელია. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის მოვიტოვე. ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი ედა ამით აღფრთოვანებული იქნება. ლამაზია. მართლა ლამაზია. ყვავილებზე, რომლებიც მაგიდებზე იდგმება, მამიდა თქვენი მუშაობს დიახ. თუ ისურვებ დანაჩანგალი და თებშები აირჩიეთ. ახლა ნიმუშები ყველაზე დახვეწილები და ნაბარჩიე და მინდა გაჩვენოთ. არ მეჩქარება, შემდეგ ავირჩევთ. ვიფიქრე, რომ გადარდებდათ მაგიდა როგორ გამოიყურება, მაგრამ კარგი ვნახოთ. ყველა ლამაზია. კარგია, ავარჩიოთ. კარგი.
მაშინ საქორწილო მაგიდის რამდენიმე ვარიანტს გაჩვენებთ. თუ მოისურვებთ არის საკითხი, რომელიც უფრო მეტად საქმროს აინტერესებს. ამ მაგიდასთან სურათებს გადაიღებთ და ფოტოსურათებს მრავალი წლის განმავლობაში შეინახავთ. აი, 4 განსხვავებულ ნიმუშს გაჩვენებთ. ყველა გამოდგება ჩვენი გემოვნება ისედაც გაიგეთ რა გვსურს. ამიტომ ასე ვქნათ. ანუ თუ შენთვის პრობლემა არ იქნება, გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ. რა თქმა უნდა. ამასაც თქვენ დაგიდოვებთ. მაშინ მოდი ქორწინებისთვის დაწესებულება უცბად შევარჩიოთ, რადგან დრო ცოტა გვაქვს, რა სიტყვით? შეიძლება არ მოვიდე? გოგოებს დავპირდი. თქვენ მოაგვარებთ? დიახ, ხვალთ ათფერი მექნება, ამიტომ შუქსურთ ამ ქალბატონ აიფერთან ან დედასთან ერთად შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ. ბოდის ვიხდი რომ ვიკითხე, მაგრამ დარწმუნებულები ხართ რომ ქორწინებისთვის მზად ხართ? მართლა, თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ. მისმინეთ უკვე დიდი ხანია სხვადასხვა წყვილებთან მუშაობ, ამიტომ ვფიქრობ სამუშაოზე საუბარი უნდა გააგრძელოთ. რა თქმა უნდა. მაშინ შენობასთან დაკავშირებით დაგიკავშირდებით, როცა თავისუფლები იქნებით დამირეკეთ. კარგი, დედასთან ერთად შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ. დიახ. მაშინ ქალბატონ აიდანს დავაკავშირდება. მადლობა. მადლობა. კარგ დღეს გისურვებთ. არა ძმაო, ფირილს სიბრაზე არ გადასდის. მორჩა, დაწყნარდი და ისიც დაწყნარდეს, შემდეგ დაილაპარაკებთ. ძმაო, ფირილს არ იცნობ. ისთვის გაბრაზებული როდის ვიყავი, ყურადღებას რატომ არ მაგცევდიო? ამის გამო გამიბრაზდება. შენ რა გჭირს? რა გჭირს მეთქე? თითქოს უხალსიათოდ ხარ. ედა. გონი ფიქრობს, რომ ძალიან ჩქარავდა. მართლა ასე თქვა? ანუ ზუსტად ასე თქვა? დიახ. გავიგე როცა ლაპარაკობდა. თქვა რომ მობეზრდა. ასე თქვა. ასეა? ეს როგორ? დარწმუნებული ხარ, ისე გამოიყურებოდა თითქოს ძალიან სურდა. არა, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ გავიგე, როცა მეგობარს ელაპარაკებოდა, თქვა, არ უნდა შეცდომა დაუშვას, რომ იჩქარა. რაღაც ამის მსგავსი. ანუ როცა შენ ასე თქვი, მეც არ ვიცი რა თქვა. მართალია მელო, ზერგანი მართალია რომ მობეზრდა. უბრალოდ დაფიქრდი ბებიამ რა არ გააკეთა. იქნებ თავი ძალიან არ დაიტვირთო, შენ რა შუაში ხარ? მე მივაწექი. იქნებ დავჯდე და პირადად დაველაპარაკო. Açık bir konuşsam mı? არ არის საჭირო. აზრი არ აქვს. ქორწილის სამზადისზე და ორგანიზებაზე თქვეს და მეც დავემატე. მეც ავღელდი. შემდეგ ეს კონცეპტი, ყვავილები, ჭურჭელი, ყველაფერს გვეკითხებოდნენ. მეც მივაწექი. მიწოლას ნუ დავარქმევთ. იქნებ მობეზრდა. კაცებს ასეთები ბეზრდებათ, მაგრამ დამიჯერე, ჩემი სიძე ასეთი არ არის. არა. ეს შენი გამოგონილია, თანაც-ძმაო თავის განიავება გჭირდება. Kapımı dağıtman gerekiyor abicim. Ben bunu ხედავ რომ görüyorum. გჭირდება. რა სიძამს? არ ვიცი. არ ვიცი, არ შემიძლია ვუთხრა რომ მისი და ენგინის საუბარი მოვისმინე. Oradan alacağım. რა გავაკეთო? Etmeyeyim ki. ცოტა დროა. Böyle aceleci olduğumu Ar düşünmesin. viçkarებთ. Sonrasını konuşuruz. და ასე იფიქროთ, რომ ყველაფერი Bence სიჩქარეში biz ne yapalım გამოვიდა. biliyor musun? Düğün ფიქრობ öncesi იცი რა უნდა ვქნათ, ტრადიციების ერთგული დავრჩეთ, Ne demek neymiş o? Bekarlığa veda. რომელსაც ქორწილის წინ ატარებენ. Engin. კარგი რა ინგინეს რა არის, რას ნიშნავს? Çünkü yani şimdi bunu ფიქრობ ამ საქმეში ჩარევა არ ღირს, რადგან ჯერ უცნობია დაქორწინებით თუ არა. არა, ასე არ თქვა ძმაო, თქვენ ისედაც ამ გზაზე გამოходით. Apar topar evlendim. უკან დაბრუნება შეუძლებელია, თანაც მეც სიჩქარეში დაქორწინდი. Bütün planı yaptım hem. ya plan yaptın. გეგმა შეადგინე, რა გეგმა შეადგინე, მითხარი? მომისმინე სერკამბოლად, დაუვიწყარი წვეულება მოგიმზადე ძმაო. Hazırladım sana.
სწავლასთან დაკავშირებით რა გააკეთე? პროექტი ხომ მქონდა? ხო, მასწავლებლებს ველაპარაკეთ, ცოტა ხნით პროექტს გადავდებ, არ მინდა სიჩქარეში გავაკეთო. ანუ მინდა კონცერტზე, კარგად გავაკეთო. კარგი, დიპლომის მიღება რა არის? ზაფხულში შეგიძლია დიპლომი მიიღო. ეს კიდევ უცნობია. შევხვდებით მალე. კარგი. თუ რამე მოხდა შემატყობინე, კარგი. მარტო ცხოვრებასთან გამოსამშვიდობებელი წვეულება მართალია? დიახ, მხოლოდ კაცები თქმა უნდა. თავისთავად. კარგი. რას გააკეთებთ? სად იქნებით? Nerede olacaksınız? ფერიტის მეგობარ სასტუმრო აქვს საპანჯაში. იქ მივდივართ. სასტუმრო? კაცების კომპანია სასტუმროში იქნებით? რადგან შუაგულ დღეში დარჩენა არ შეგვიძლია. მართალია, რა თქმა უნდა, მაშინ წადით. დაღლამდე გაერთეთ. Evlerin hatta. ესეთი არაფერია რომ დაკანცვამდე გავერთოთ. Durum yok. კაცების გარემოცვაში საუბარი შეიძლება სპა-სალონი და ალბათ რამეს ვითამაშებთ. ალბათ Herhalde სურვილი uzaklaşmak გაქვს gibi bir ჩამოშორდეს. isteğin var. იქნებ ორიოსთვის უკეთესი იყოს ოთახნით დაშორება. Sana çok iyi gelebilir. ასე არ არის. Evet ხო, kafanı toplarsın. აზრებს თავს მოუყრე. ორივე მოუყრეთ. მართალი ხარ, ბოლო დროს ყველაფერი Son ისე ჩქარხდება. zamanlarda her şey çok hızlı oldu. დიახ. რაღაცაზე Gitmem მეც უნდა gereken şeyler var. დავიღალე. Yoruldum. შევამჩნიე. Zaten fark etmiştim. ნახოთ. Bakalım. ვიმედოვნებ ეს განშორება ჩვენზე სასარგებლოდ იმოქმედებს. განშორება? Diyorsun? შეიძლება ერთი დღით, მაგრამ ცალ-ცალკე ვეძებით. კარგი Tamam სერგო. Serkan. ვიმედოვნებ ეს განშორება სასარგებლოდ İyi eğlenceler. იმოქმედებს. კარგად გაერთე. მადლობა, ედა. ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ მართალია? საყვარელო მომისმინე, ხვალ საბანჯაში მივდივარ. ჩვენი ბოლო ღამე ასე არ გავატაროთ, ხო? საპანჯაში მიდიხარ, მარტო მტოვებ, როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ, ენგინ? ჩემო ცხოვრება რა შემიძლია რომ გავაკეთო? სერკალი ქორწინდება წვეულება გვაქვს. და აქ ახლის ჩატარება არ შეიძლება რა? გადავწყვიტეთ გარემოს შეგვეცვალა. ზუსტად ენგინ, წადი გარემო გამოიცვალე. ევროპაშიც წადი, საპანჯაშიც, სადაც გინდა იქ წადი ენგინ. Sen git istediğin yere git Engin. საყვარელო. ამას მოაკეთებ. როცა ასე აკეთებ, შვიდად არ ვარ. Sinmesin. და იმ შვიდად არ ვიყო. მეც ეს მინდა. და შენი ფიქრები აქ დარჩეს, შემთან დარჩეს. ჩამოჯექი და დაფიქრდი რა გავაკეთე, რა ჩავიდინე. იფიქრე და გაიხსენე. ჩვენ ხომ თქვით ასე აღარ უნდა წასულიყო. გაიწიე. ბატონო ენგინ, როგორ ჩანს პრობლემა? შენ რა ერდე? შენ რა? საპანჯაში მივდივართ. შენ არ მოდიხარ. ჩვენ ასე ფიქრობთ. ბატონმა სერკანმა პირადად დამპატიჟა. სერკანმა დაკპატიჟა? დიახ. შენ? მერთო ნომერიც დავჯავშნე. Orada იქ görüşürüz. შევხვდებით. ეს როგორ? ედა როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა, შენ როგორ ხარ? ისევ კომპანიაში ხარ? საქმეებია კიდევ. დაყონება არ შეიძლებოდა. შემდეგ სახლში წავალ. Anladım. კარგი. Umarım her şey ვიმედოვნებ, güzel olur იქ senin კარგად için orada. იქნები. Hem დაისვენებ, eğlenirsin, hem მოდუნდები. kafanı dinlersin. ვიმედოვნებ. დიდი ხანია მჭირდებოდა. ხო. რა თქმა უნდა, დაისვენე. Bu düğün წინა hazırlıkları საკონცერტო yordu seni. ფუსფუსმა Ya Semih დაკანცა. Hanım bir yandan, ერთი მხრიდან halam bir ქალბატონი yandan. სემიჰა მეორედან Bir დეი. yandan და კიდევ დედა ჩემი, შენ არ დაიხალე. Yoruldum. დავიღალე. Tabii რა თქმა უნდა yoruldum. დავიღალე. Yani ასეთ insan მომენტებში böyle გინდა შორს zamanlarda biraz წახვიდე და uzak durup her ყველაფერზე şeyi gözden დაფიქრდე. geçirmek istiyor. მართალი ხარ. Ben Arta tutmayayım seni o kaplan. zaman. teşekkür მადლობა, დაგირეკავ, როცა მივალ. Tamam. დავიხალე. ბატონო სერკან, ერდემ. საპანჯაში მივდივართ არა? ჩვენ მივდივართ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩვენთან ერთად არ ხარ. ვწდები თქვენთან ერთად ვარ ბატონმა ენგინმა დამპატიჟა. Bizzat ანუ ასე. დიახ, უკვე ადგილი დავიჯავშნე.
მშვენიერია, კარგი მაშინ. ანუ საბანჯაშიც ერთად ვიქნებით. მშვენიერია. თქვენთვის რაღაცის თმა მინდოდა, გახსოვთ ბატონო სერგან. შემიძლია ახლა გითხრათ, არა. სახლში უნდა წავიდე ერთად. სახლში წავალ. მე კარგი, მადლობა. გოგოებო, მაპატიეთ რომ მოულოდნელად მოვედი. ზოგადად ასე არ ვიქცევი, მაგრამ ენგინმა დღეს ბოლომდე მომწონა. Ne olacak canım iyi ki რას ამბობ? geldin işte. კარგია რომ მოხვედი. მადლობა. ეს საპანჯა საიდან აიჩემეს? Ben onu ისევ anlamıyorum. სასტუმროზე ლაპარაკობენ. თუ სტამბოლში წეულებას სხვაგან ვერსად მოაწყობ. ზუსტად. Aynen. მეც ესე ვთქვი. Aynen öyle söyledim. და ეს საქორწილო წეულება რა საჭიროა? ეჭვს ისიც ბადებს რომ ასეთი შორი ადგილი შეარჩიეს. ფერიდიც იქ იქნება ხომ იცი? Ya sorun o değil. პრობლემა ამაში არ არის. არამედ იმაში რომ სერგანს შორს ყოფნა უნდა. პრობლემა იმაშია რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილება Öyle bir თulis. şey olsa neden bekarlığa წეულების მოწყობა ასე სჭირდება. Kızım, adı უბრალოდ bekar. ასე ეძახიან. Siya. სინამდვილეში უბრალოდ წასვლა გადაწყვეტა რომ დაისვენოს და ყველაფერზე დაფიქრდეს. uzak ჩამოშორდება. ყველაფერს მოიფიქრებს და კითხვას დასვამს. ქორწინებისთვის მზად არის? ასეთ ცივად რატომ იქცევა? Ya Dada, dadacığım sen ase niye böyle rahat olmam yapıyorsun ya? სიძეს უკან დასახები გზა არ აქვს. Yok გაიგე. eniştemi ya bir anla. მართალი ხარ. Tamam haklısın. Sürekli ჩვენთან başımıza გამუდმებით kötü რაღაც olaylar ხდებოდა. geldi. Yani და böyle შემდეგ iyi bir რაღაც şey კარგი ხდება. olduğunda da insan kötü bir şey ხრიკებს çıkacakmış gibi ვეძებთ, hissediyor. მაგრამ დარწმუნებული Emin ol, იყავი öyle ყველაფერი olmayacak, კარგად her şey იქნება. yolunda gidecek. მეც ასე ვფიქრობ. Sen de და Ferit'le შენ kavgalısın değil mi? ფერიდთან ნაჩხუბარი ხარ არა? ხო. Ya canım, მაშინ ama ფირილს და kaptan, ენგინსაც kırıldı, ყველაფერი enginle მწყობში bozuldu. არ აქვთ. Evet. ხო. ნაჩხუბრები ვარ. Kızlar. გოგოებო, სამი კაცი საპანჯაში მიდის, რომ წინა საქორწილო წეულება მოაწყოს. Ormanda biraz yürüyüş ტყეში გაისეირნებენ და sახლში დაბრუნდებიან, მორჩა. The end. Hayır. არა, ტყეში სამ გოგოს იპოვიან და აუზში გართობას შესთავაზებენ. yapalım diye teklif ederler. Ya sen სიტუაციას რატომ ამწვავებ? gıcık gıcık konuşup საფრთხისია უკვე. ateşlendiriyorsun, alevlendiriyorsun. Artık yeter bir dur ya. მელო, Erkek მინდა düşünmenizi კაცები ვით sağlıyorum. იფიქროთ, რომ გაიგოთ. Anlamanız için. მე ფერიც დავურეკავ, მათი გეგმების შესახებ გავიგებ. ფერიც რატომ ურეკავ? თქვენ ხომ დაჩხუბრები ხართ? იმან დაგირეკოს, მელო, რა მოხდა? ტაქტიკა ვიბარაუდე. ჩანს ჩვენ ასეთი ტაქტიკა ძალიან დაგეხმარა. რას ამბობს? Açmadı. პასუხობს. Peki daha önceki აქამდე რას ამბობდა? თქვა რომ დასასვენებლად მიდიან, მოსადუნებლად, სუფთა ჰაერის შესაყლაპად. კიდევ რა უნდა ეთქვა? სერგანმაც ასე თქვა. დასვენება ენგინმაც ეს თქვა. გოგოებო სამივე მერთი და იგივე თქვა. ყველაფერს იტყუებიან. birliği yapmışlar ya. Sen პიპი, ფიქრობ რომ საშიშია? Alarm მეც თქვენთან ერთად ვარ. უაზრო დაჭარბებ. yapmamız lazım. Yani მაშინ იქნებ რა მევქნათ? beşer. ვენდოთ, მაგრამ sen niye alevlendiriyorsun? რატომ ზაბავ? ყველას აშინებ. Tamam. კარგი, კარგი. Tamam. Biz de ჩვენ gidiyoruz. წავიდეთ. Nereye სად? საპანჯაში. Yok canım. არა, ჩვენ არ მივდივართ, ისინი წავდნენ. Hayır, ხო, ერთად წავიდეთ. მთელი კომპანია? Gidiyoruz. ხო, მივდივართ, აუცილებლად მოემზადეთ. Şimdi mi Ahla. gideceğiz hem de ya? უნდა Hazırlanacağız. მოვემზადოთ. Böyle mi gideceğim? ასე წავიდეთ, მელო? ხალბატონო აიდან თქვენთვის სანთელი დავანთე იქნებ თქვენზე სასარგებლოდ იმოქმედოს. იოგაც გავაკეთე, მედიტაციაც. სუნთქავდი და არაფერი მშველი შეიფე. აი ფერმა გუშინ წყობიდან გამომიყვანა. თქვენს გამოდმებით გამოკავთ წყობიდან. ასე ნომიყურებთ, ნუ თუ მართალი არ ვარ. ისე იქცევი თითქოს ორი განსხვავებული სამყაროდან ხართ. თქვენ ხომ ქორწილის შემდეგ ძახლები გახდებით. ოჯახი იქნებით. დავნათესავდებით. იცით ცოტა დრო აიფერთან გაატარეთ და დაინახოს როგორი საყვარელი და კარგი Biraz zaman ხართ. geçin. Sizin nasıl minnoş, nasıl tatlı, Rahatsız nasıl etmeyin. iyi bir insan olduğunuzu görsün. დია. კარგი აზრია. როგორც ჩემმა მზახალმა მაღალი საზოგადოების ცხოვრებაზე უნდა გაიგოს. ამიტომ დღეს Bugün efsaneye ეფსანთან ერთად წავალთ. ხალბატონი ებსანის სილამაზის სალონში Acaba o kadar იქნებ თავის ამ ხრივ ჩვენება არ ღირს. ეფსანი ქორწილისთვისაც მოგვამზადებს და დაახლოებაშიც დაგვეხმარება. birbirimizi tanımamızı sağlar. მაგრამ თუ არ მოუნდება, დაძალება არ ღირს, არა? მოუნდება. აუცილებლად მოვა გარწმუნებ. Gelmesi მომეც şart. ტელეფონი. Telefonu ver. ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ არასწორად გამიგეთ, მაგრამ კარგი. Arıyor. აი ფერ, გამარჯობა. მოემზადე გამოგივლი. ერთ ადგილას წავალთ. არანაირი წინააღმდეგობა. 10 ჩემ წინააღმდეგებია. Fırsat oldu. შესაძლებობაც არ ქონდა, მაგრამ
რა კარგია რომ აქ მოვედით ბატონოს ერთან. yapalım bunları მოდით ya. უფრო ხშირად წამოვიდეთ. ასეთი მოწყენილები რატომ ხართ? ჩვენი ხალხი სტამბოლშია. გოგოების თანხმობის გარეშე დასვენება სასიამოვნო ნამდვილად არ არის მაო. რომ გეუბნებოდი ენგინ. აქ მოსვლა აღერდა ისედაც ყველაფერი არეულია. საიდან უნდა მწოდნოდა? გოგოებო, ახლა მრცხვენია. რატომ? ახლა ამისი არ უნდა გწვენოდეს. სასირცხულ არაფერი გვაქვს. როგორ არა? თქვენს გამოა. აქ მოსვლა არ მინდოდა. ვთვლი რომ სწორად მოვიქეცით და მორწე ჩუმად. დიახ, სწორად მოვიქეცით. გესმით რაზე ლაპარაკობენ? გოგოები რომ აქ ყოფილიყვნენ. ნეტავა. შენ ვიზი ამბობ ერთემ. Nereden? ქალბატონ სემიხაზე. კიდე ვიზე ბატონოს ერთან. Ama işte benimki ისე ancak პიპიზეც. rüyalar. მაგრამ ჩემი მხოლოდ სიზმრებში ჩნდება. Abicim ben arıyorum. პირველს ვურეკავ უკეთესია ვიდეოზარით. მე ჯერენს დაურეკავ. ასე არ შეიძლება. მე დას დაურეკავ. ტელეფონი. გამორთე. ქმარი რეკავს, გამორთე. გამორთე. ჯერენ გამორთე, შენს გამორთე. ჩქარა. გათიშე. არა. გაითიშა. პირილმაც არ მიპასუხა. ასევე? რა გავაკეთოთ მებო? Tamam. კარგი. მეგობრებო. ჩემს გარე შერაგაშურებოდათ. Siz ne yapacaksınız? ფიფის ვურეკავ. აი ნახავთ. მაშინ ვიაიღებს. O hemen Tartmamı buluyor var. kesin. ფიფი არა იყო. ფიფი არ გაბედო. ფიფი. ფიფი. არ გაბედო არა იყო. არ უპასუხო. ფიფი. Bu ne? ეს რა არის? რა? Aa, ბატონო ენგინ? Erdem. ერდემ? Neredesiniz? სად ხართ? ვის დაურეკ ერდემ? ფიფის. ფიფის ტელეფონი თქვენ რატომ გაქვთ? არ ვიცი. ფიფი? საყვარელო. ჯერენ? იდა? სერკან. სიძე. არ შეგეძლო თავი ქვემოთ დაგეხარა? ჩემი ტელეფონი გაფრინდა, რა თავზეა საუბარი? ოხ შენ. Tatile geldik. დასვენება გადაწყვეტეთ. Tamam önden giderim. კარგი, მიდი პირველი ხარ. ყველა სალამი. გამარჯობა. ტელეფონი შეიძლება? გამარჯობა. მე ავიღებ. ცოლო, როგორი სიურპრიზია. დილიდან სულ შენზე ვფიქრობ, მთელი დღე შენზე ვფიქრობდი, დილიდან ვფიქრობდი, შენზე ვფიქრობდი. Bizim buraya kadar gel. ის რომ აქ ვარ არ გულისხმობს რომ შევრეგდით ენგინ. მაგრამ რადგან აქ მოხვედით, მომიჩვენა რომ ყველანი შევრიგდით. gibi Asya? öyle sandım ben yani. არა? საერთოდაც არაფერით საიდან მოიტანე? Biz გადავწყვიტეთ მოვდუნებულიყავით, რადგან თქვენ არ ხართ. გოგონებმა დასვენება გადავწყვიტეთ. საბანჯაში? მე ულუდაგი შევთავაზე, მაგრამ საპანჯამ მელომ შემოგთავაზა. მე? ხო, მე შევთავაზე. საპანჯაში შეიძლება ნაპირზე გაისეირნო. ასე ვთქვი ზუსტადაც. ჩემი გული როგორი სუფთა, იცი? mısınız siz? ვამბობდი რომ მინდა აქ ფიფი ვნახო და Burada olsun აი ისიც. dedim oldu. რომ ცოდნო და აქ ხარ ერდემ დამიჯერე სახლიდან არ გამოვიდოდი. უმნიშვნელოა, შეგიძლია სახლში დავჯდეთ, თუ გინდა. კაცებს მხიარულება არ შევაწყვეტინოთ. Bölmeyelim. გავიქცი. მეც წავედი გავისეირნებ. Şey yapayım, etrafı dolaşayım biraz. მეც მივდივარ. Hayır ama მოიცადე, ფერი ძმაო, რამე უნდა გავაკეთოთ. წავიდნენ. ადექი. იქნებ რამე შევჭამოთ, მაინც გზიდან ვართ. მელო, წავედით, კარგი, ჩვენც მივდივართ. ფერით? გითხარი რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ გვაპატიონ. წენაში ვერ დავრჩები, ძმაო. რამენაირად გზას ვიპოვი და პატიებას დავიმსახურებ. მოდი წავიდეთ სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. როგორ? მადა დავკარგე, არაფერი მინდა. წამოდი.
აგრა დაგვრჩენია. გასაკეთებელი რამდენი რამეა. ქორწილისთვის ვემზადები. ესეც საქმის ნაწილია. სილამაზის სალონი? მოსაწვევები და მაგი და მოსამზადებელი გვაქვს. სიაში სილამაზის სალონი არ ყოფილა. ქორწილისთვის ჩვენს თავს მოვუვლით. როგორი მოსაწყენი ხარ? მხოლოდ მოსაწყენ საქმეებს აკეთებ. კეთილი იყოს მობრძანება აიდან. ებსანე, ძვირფასო, სიკეთით მოვედი. თქვენ ქალბატონი აიფერი უნდა იყოთ, როგორც ხედავ, ქორწილისთვის მზადება დაიწყო. არ მკითხო. ორ კურდღელს დავდებთ. ჩვენთვის დრო მხოლოდ ქორწილამდე შემოვინახეთ. სწორად მოხვედით. ქორწილში ისევე გაანათებთ, როგორც მეფე და დედოფალი. ვიბრწყინებთ? არა, მე არა. არა, შენ ისეთივე პროცედურებს ჩაგიტარებთ. და ქალბატონი აიფერისთვის ასევე საჭიროა ნაოჭების მოცილება, ბოტოქსი და თვალების ოდნავ აწევა და კიდევ ტუჩები. ზუსტად ტუჩებიც უნდა შევავსოთ. ნაოჭები არ მაქვს, არაფერი მჭირდება. შენ ასე იფიქრე და სახეზე ყველაფერი გეტყობა. დაღლილი. თქვენთვის პროცედურებს მოვამზადებ. კარგი ებსანე, სანამ მოამზადებ, აიფერზე პატარა თათბირს გავმართავ. რა თქმა უნდა. შევხვდებით ძვირფასო. აიფერ, რა გინდა? ამ ქორწილის შემდეგ მძახლები გავხდებით. მერე და ამიტომ მაღალ საზოგადოებაში შემოხვალ. რატომ არსადაც არ შემოვალ? ძვირფასო, თუ მე მაღალ საზოგადოებასთან ვარ, შენც ავტომატურად ხვდები, როგორც ჩემი მზახალი. მაღალი საზოგადოების ქალები თავის კანსოვლიან. შენ ქალი ხარ, თავს ხანდახან მაინც მიხედე. და რა მჭირს? ასე არ ვარ ქალი. ქორწილის წინ უნდა იბრწყინო. თუ არ შეეწირე აღდგები იმას, რასაც აქ ამბობენ, იმას გავაკეთებ, რაც გინდა. კარგი? მოსაწვევებს მე მოვამზადებ. არა, ჩუმად. არა? და შიგნითაც მე დავწერ. კარგი. აი ასე. მაგრამ რაც აქ კეთდება? ყველაფერი არა იცოდე. ოღონდ ტუჩები არა. არა, კარგი. ძალიან ლამაზი იქნები. მზად ხარ? მზად ვარ, მზად. კარგი გამომყევით. მაშინ თავს შენ გაბარებ, ებსანე. შენს ჯადოსნურ ხელებს გაჩუმდი. როცა ადამიანი ცეცხლს უყურებს, დუნდება. კვლევების გათვალისწინებით 3-დან 1-1-ია, რაც ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს. და სხვა? აკვარიუმი. და ყურება. ბავშვის საკუთარ თავს როგორ ეთამაშება. ბავშვი. ხიარული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შორი ოცნება არა? სწავლა გრძელდება. ჩვენ დაქორწინებულებიც არ ვართ. როგორც ჩანს, შენთვის ყველაფერი ძალიან სწრაფად მიდის. ანუ მომისმინე, თუ რამე არ მოგწონს. როგორც ჩანს, ასე შევფიქრობ. მე მინდა ბედნიერი ვიყო. მეც? მაშინ? ისმინე, თუ რამე გაწუხებს. უნდა სერქან ამბობ ქორწილი გადავდოთ თუ რა? თუ შენ ასე გინდა, მაშინ კარგი. ზაფხულში მოვაწყო. კარგი, გადავდოთ. კარგი, გადავდეთ. შვენიერია. პრობლემა არა? არა, ქორწილი გადავდეთ. რა პრობლემა? კარგი. რამე არ დავლიოთ? წავალ ხაერ ჩაყლაპა. მე ყავა მინდა, კარგი? ახლა, ბიჭებო.